გამარჯობა ყველას. კვლავ მოგესალმებით სამეფო პერსპექტივაში. მე ჯეილა ვარ და ძალიან მიხარია, რა თქვენ ჩვენთან ერთად ხართ. თუ განკურნების გწამთ იქნება ეს ფიზიკური, ემოციური თუ სულიერი, თქვენ სწორად ადგილას ხართ. დღეს ჩვენს გულებს ღვთის სიტყვაზე მივმართავთ და შემდეგ ერთად ვილოცებთ. განკურნება იესოს მსახურების ცენტრში იყო და გწამს, რომ ეს ძალა დღესაც ცოცხალია და მოქმედებს. მოდით წმინდა წერილის კითხვით დავიცვოთ. ეს არის მარკოზის პირველი თავის 29-34 მუხლები. სინაგოგიდან გამოსვლისთანავე იაკობთან და იორანესთან ერთად სიმონისა და ანდრიას სახლში მივიდნენ. სიმონის სიდედრი სიცხით იწვა და მაშინ უთხრეს იესოს მის შესახებ. მივიდა მას და შელი მოჰკიდა და წამოაყენა. სიცხე მაშინვე გაუარა და მათ მომსახურება დაუწყო. საღამოს გზის ჩასვლის შემდეგ იესოსთან ყველა სნეული და ეშმაკეული მიიყვანეს. მთელი ქალაქი კართან შეიკრიბა და იესო მრავალი სხვადასხვა სნეულებით დაავადებული განკურნა. მან მრავალი ეშმაკიც განდევნა, მაგრამ მათ ლაპარაკის ნებას არ აძლევდა, რადგან იცოდნენ ვინ იყო ის. ახლა კი მოდით გულები გავაერთიანოთ და ერთად ვილოცოთ. სულო წმინდაო, როგორც იესოს მოჰქონდა განკურნება ყველასთვის, ვლოცულობ, რომ შენი ეკლესია იყოს განკურნების წყარო. დაუბრუნე განკურნების გზავნილი ეკლესიას. აღბეჭდე სახარება ნიშნებითა და სასწაულებით და გაავრცელე იგი ზებუნებრივად შენი სულით. განკურნეს ნეუნი შენს ხელში. იესოს სახელით, რომელიც არის ეკლესიის უფალი, ამინ. თუ ამ ლოცვამ გაგამხნევათ, ცოტა ხნით ღვთის წინაშე დარჩით და მის მშვიდობას მიეცით თქვენი ავსების ნება. განკურნება მხოლოდ ის არ არის, რასაც ის აკეთებდა. ეს მისი არსის ნაწილია. თუ იცნობთ ვინმეს, ვისაც დღეს განკურნება სჭირდება, გაუზიარეთ ეს ვიდეო, რათა გამხნევდნენ და მათაც იწამონ სასწაულის. დიდი მადლობა, რომ შემოგვიერთდით. არ დაგავიწყდეთ ვიდეოს მოწონება, სამეფო პერსპექტივის გამოწერა და შეტყობინებების ჩართვა, რათა არაფერი გამოგჩეთ. მადლობელი ვართ, რომ აქ ხართ და მომავალ ვიდეომდე გემშვიდობებით.